როგორი მოწინააღმდეგეა ილია თოფურია შენთვის? ის ძლიერი ოპონენტია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. კაცვლებში ძალიან კარგია. ასევე კარგი ჯიუ-ჯიტსუ აქვს, აგრესიულია და სულ წინ მიიწევს. ის ერთ-ერთი საუკეთესო დივიზიონის ჩემპიონი იყო, სადაც ქამარი დათმოდა, მსუბუქ ზონაში ამოვიდა, ამიტომ მასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუმცა როგორც უკვე გითხარი, არ ვღელავ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას ჩემ წინააღმდეგ. პირიქით, მე ჩემს თავზე ვარ კონცენტრირებული. მეც ილიასავით სულ წინ მივიწევ, ორი ერთნაირი მებრძოლის ჯახი იქნება. ძლიერი დარტყმა აქვს, ვიცი რომ მე ძლიერი დარტყმა მაქვს. ჯასტინ გეიჯი ერთ-ერთი სახიფათო მებრძოლი იყო ამ წონით კატეგორიაში. მე კიდევ დარტყმები მოვახვედრე და მან ეს იგრძნო. ყველა მიცის ხელებში რა ძალაც მაქვს. წყვილად არ ვამბობ, რომ ცეცხლივი ძლიერი ხელები მაქვს. ასე რომ 28-ში როცა შევხვდებით, ვნახავთ რა მოხდება. მაგარი შოუ იქნება, სადაც გაირკვევა ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი. მესმის, არ გაღელვებს ის ფაქტი, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას შენ წინააღმდეგ. თუმცა მაინც უნდა გკითხო. ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი იყო. ახლა მსუბუქ წონაში პირველად უწევს ჩხუბი. სიმაღლეში, წვდომში და წონაში უპირატესობა გაქვს. ასევე შენ ქვემსუბუქი წონის მებრძოლიც იყავი და დროთა განმავლობაში ადაპტაცია განიცადე. შენი აზრით, მას თუ აქვს მსუბუქი წონისთვის სათანადო დრო, რომ მისმა სხეულმაც ადაპტაცია განიცადოს ამ დივიზიონში? რთულია ამის თქმა, რადგან ყველა სხეული განსხვავდება. ყველა ინდივიდუალურია. მე დივიზიონი ჩემინებით არ შემიცვლია. უბრალოდ იმ დროს თავს არა ქვემსუბუქი წონის მებრძოლად, არამედ მსუბუქი წონის მებრძოლად გრძნობდი. ის ზემოთა წონაში ამოდის, იმიტომ რომ ეს მისი სურვილია. არ ვიცი ახლა რა წონით მოძრაობს, მე მასთან შედარებით უკეთესი წვდომი მაქვს. სიმაღლეშიც და წონაშიც უპირატესობა მაქვს. ნამდვილი 70 კილო ვარ. როგორც უკვე ვთქვი, ის კარგი მებრძოლია. მას შენი დაჭერა შეუძლია. წინ კარგად მიიწევს. თუმცა არ ვიცი ჰქონდა თუ არა საკმარისი დრო იმისთვის, რომ ამ წონაში ამოსულიყო. მაინც ის სახიფათო მებრძოლია და პატივისცემას იმსახურებს. მასთან რისკზე წასვლა არ შეიძლება. ფხიზლად უნდა იყო. არ უნდა მოდუნდე, პირიქით, მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყო დარტყმებზე. კარგი, ისლამზე რას ფიქრობ? როგორც ყოფილ ჩემპიონზე, რომელმაც ქამარი დათმო, რათა ზემოთა დივიზიონის ტიტული მოიპოვოს. ძალიან დიდი ნაბიჯია. საუბარიც ბევრია ამ თემაზე. ბევრი ამბობს, რომ აი მან დივიზიონი იმიტომ დატოვა, რომ წონას ვეღარ იცავდა, ან რაღაც მსგავს მიზეზებზე საუბრობენ. ჩემი აზრით, ისლამი ძალიან ჭკვიანი ტიპია და ის ზემოთა დივიზიონში ნამდვილი პრობლემა იქნება. ძალიან ძლიერია. მე მგონი ვიცი რამ განაპირობა მისი ეს ნაბიჯი. ბოლო ორ ბრძოლაში მას ეტყობოდა, რომ უჭირდა წონის კლება. მე როცა მას შევხვდი აწონვების დროს, ეს შევამჩნიე. ზოგადად, მარტივად ხედავ, ვინ როგორ არის ფიზიკურად აწონვების დროს, ასე რომ, ჩემი აზრით, ეს იყო მისი კატეგორიის შეცვლის მიზეზი. ამისთვის სწორი დროც გამონახა. ის ბელალის ჩხუბს ელოდებოდა და როცა ის დამარცხდა, თქვა, რომ მზად იყო. ორგანიზაციამაც ნება დართო ასულიყო ზემოთა წონაში და სატიტულო ჩხუბის შანსი მიიღო. მადალენა სხვათა შორის ძლიერი მებრძოლია. ბევრს მოძრაობს და თეიქდაუნებსაც კარგად იცავს. ძალიან მაგარი ჩხუბი შედგება. ვფიქრობ, ისლამი წარმატებას მიაღწევს მან. კარგი, ილია თოფურიას საკითხი რომ დავასრულოთ. ის დაუმარცხებელია. ახალგაზრდაა, მისი სიტუაცია ნანახი და გამოვლილი გაქვს. შენც ვერავინ გამარცხებდა, როცა ახალგაზრდა იყავი. ზოგადად, როცა დაუმარცხებელი ხარ, უფრო თავდაჯერებული ხარ. შენი გიჟური ილეთებიც მუშაობს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი შენ სასიკეთოდ წავა. შეიძლება ამ ფაქტმა მის წინააღმდეგ იმოქმედოს? ან შენ ეს უპირატესობა გამოიყენო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უფრო გამოცდილი ხარ. მისი პერიოდი გამოვლილი გაქვს, ბევრი რამ გაქვს ნანახი და დიდი ხანია ამ თამაშში ჩართული ხარ. დიახ, სწორედ ისია, როგორც შენ ამბობ. მისი მომენტი გამოვლილი მაქვს, 20-0-ზე და 21-0-ზე ვიყავი. თუმცა მერე დგება ის დრო, როცა შენზე გამოცდილ ტიპს უპირისპირდები, ვინც სწორი სტრატეგიით მოდის და გამარცხებს. ილიას დიდი ჰაიპი მოაქვს, 16-0-ზეა. ძლიერად ურტყამს, დამანგრეველი ძალა აქვს, ტანით კარგად მუშაობს, კარგად მოძრაობს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, გამოცდილება და ჩემი ჩემპიონობის წყურვილი უფრო დიდია. ასე რომ, მოვიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება 28 ივნისს. ამ დღეს მე ისტორიას დავწერ და ჩემპიონი გავხდები ისევ.
მშვენიერი ჩარლზ, როგორც უკვე შეგპირდი, დიდ დროს არ წაგართმევ. ვიცი რომ დაკავებული ხარ და ეს ბრძოლა შენთვის მნიშვნელოვანია და არა მარტო შენთვის, არამედ შენი გულშემატკივრებისთვისაც. ბრაზილია გაჩერდება, რათა შენს ჩხუბს უყუროს, ასე რომ მოედანს შენ გითმობ და შეგიძლია მიმართო შენს გულშემატკივრებს. ოლივეირა ილიათოფურიას წინააღმდეგ, 28 ივნისი. ბრძოლა, რომელსაც ყველა ელოდება. მეგობრებო, პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, წერილებისთვის და ჩემ და მის სიყვარულისთვის. 28 ივნისს მე ყოველი თქვენგანის იმედი მაქვს. მნიშვნელობა არ აქვს არენაზე იქნებით თუ სახლში. მოდით ყველა მუხლი მოვიდრიკოთ და ვისაც როგორ შეგვეძლება ისე ვილოცოთ, რათა ყველაფერი სწორად მოხდეს და ჩემი ხელი აიწიოს. რადგან როცა ჩემი ხელი აიწევა, ქამარიც თან მოყვება. ქამარი, რომელიც თავის ადგილს დაუბრუნდება. აქ ჩვენთან. ასე რომ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ. პრესკონფერენცია აწონები და ჩხუბი ჩატარდება. მინდა რომ თქვენგან პოზიტიური ენერგია მივიღო, რათა იგრძნოს მან ეს გავლენა და გააცნობიეროს რომ ჩემპიონის სახელი ჩარლზ ოლივეირაა.